მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში 5%-იან ბარიერსაც ვერ გადაალახავს. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მაია ფანჯიკიძე ამით პრემიერის შეთავაზებას გამოეხმაურა. ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ კანონმდებლობის შეცვლის საფუძველზე პრეზიდენტს არჩევნებიდან 3 თვეში პარლამენტის დათხოვნის საშუალება მისცეს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან კაფეოთ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, მან ამითი ისიც თქვა, რომ ქართულ ოცნებას არანაირი შიში არ აქვს იმისი, რომ ხალხის მხარდაჭერა დააკლდება. მე მგონია, რომ ეხლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ქართულ ოცნებას უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ქონდა 1 ოქტომბრის არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული პრობლემები შეექმნება. მე ვფიქრობ, შეიძლება მან 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს. ამნისტიის კანონს, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნებით პარლამენტში შევიდა, დეპუტატები დღეს უყრიან კენჭს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონის ამ ვერსიაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული და კიდევ რამდენიმე მუხლია ამოღებული. თუ დეპუტატების უმრავლესობა არსებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურას განახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს შევა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტიც. უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს დარჩება ყველა უფლებამოსილება გარდა ერთისა, ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მუშაობა კომიტეტებში. თვეების განმავლობაში ერთპიროვნულად შექმნილი მთავრობით ემართა ქვეყანა პრეზიდენტს. ამის საშუალებას მას აძლევდა კონსტიტუციის ის პუნქტი, რომელიც პარლამენტის დათოვნას კრძალავს პირველი 6 თვის განმავლობაში. ეს თითქოს პარლამენტის დამცავი მექანიზმია, მაგრამ აი მახინჯი კონსტიტუციიდან გამომდინარე სინამდვილეში ეს გამოდიოდა და გამოდის პრეზიდენტის ხელშემწყობი მექანიზმი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას. არც ერთს. და მისი ვადის ამოწურვამდე ყველა კომპეტენცია დაუტოვოთ ხელუხლებლად. გარდა ერთისა, რომ მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე, ამასობაში და ამის პარალელურად პარლამენტი ამბობს, რომ ეს 6 თვიანი შეზღუდვები დათხოვნის პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო 6 თვე ჩვენც ვიხსნით ამ იმუნიტეტს. და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მაინც ხდება რამე ისეთი ქვეყანაში, რომ ამ ქვეყანა უნდა იხსნას და ამიტომ მთავრობა შესაძლებელია, ჩვენ ვერვით, კი ბატონო, დღეს მოსალოდნელია ამ საკითხის განხილვა პარლამენტში. პრეზიდენტმა გამოაგზავნა თავისი ვერსია კანონპროექტის, რომელთანაც ამოღებულია პოლიტპატიმრების მუხლი და კიდევ რამოდენიმე მუხლი. პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე. მოსალოდნელია პირველ რიგში კენჭისყრა მის ვერსიაზე. თუ ეს ვერსია არ იქნა გაზიარებული, მერე პარლამენტი შეუდგება ვეტოს დაძლევის პროცედურას. ფინანსთა მინისტრი ორთვიანი მუშაობის შედეგს აჯამებს და 2013 წლის ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებზე საუბრობს. ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და გარემოს დაცვის სფეროებში გაცილებით მეტი ფინანსები ჩაიდო, ვიდრე ეს წინა წლის ბიუჯეტში იყო გათვლილი. მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ნოდარ ხადურმა საგადასახადო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემცირდა ჯარიმების ოდენობა და ყადაღის დადების წესი. რეალურად გახდა ხალხზე ზრუნვის ბიუჯეტი, შეიცვალა პრიორიტეტები და ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა გახდა ის პრიორიტეტები, რომლებზეც ახალი მთავრობა ზრუნავს. ჯარიმები შემცირდა, 500 ლარიდან 200 ლარზე ჩამოვიდა ეს სალარო აპარატების ჯარიმა და გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცა, რომ პირველ ჯერზე გააფრთხილოს და გაფრთხილებით შემოიფარგლოს. 1 იანვრიდან ყადაღა არ დაედება, ანუ ინკასო არ დაედება პენსიებს და ასევე შემოსავალს საარსებო მინიმუმის ქვემოთ. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალები ზუსტდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აწარმოებენ. საუბარია ღვინის, მინერალური წყლის, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სპირტიანი სასმელების ექსპორტზე. მოლაპარაკებები გრძელდება რუსეთთან პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის თაობაზეც. ეს არის უდიდესი პოტენციალი მსოფლიოს ყველა წამყვანი კომპანია ისწრაფის იმისთვის, რომ რუსეთის ბაზარი მოიპოვოს. ეხლა რა თქმა უნდა,
მით უმეტეს რომ ქართული პროდუქცია რუსეთის მომხმარებლისთვის მეხსიერებაში ჯერ კიდევ არსებობს და ფულის დახარჯვა იმაზე რომ ქართული პროდუქტის ცნობადობა გაიზარდოს რუსეთში არ გვიწევს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგულარული ავიარეისების აღდგენის მიმართულებითაც და ეს არის გარდაუვალი, ეს უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება ალბათ უახლოეს მომავალში. ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული პირებისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ორგანიზაცია ჩემი საქართველოს თავმჯდომარე ელისო კილაძემ. კილაძემ განცხადება პრაიმ ტაიმის პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე ოქრუაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. თავდებში ელისო კილაძე თავად ჩაუდგება და ის პირობას დებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს არ დატოვებს. სხვა შეთითხნილი საქმეების მონაწილეში ჩამოსვლის დროს რატომ დაკარგა? მე და გიორგი ფოფხაძე მზადა ვართ თავდებში დაუდგეთ ირაკლი ოქრუაშვილს და მართოთ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას გაათავისუფლოს ირაკლი ოქრუაშვილი გამოძიების დასრულებამდე საპატიმროდან. იმდენად რამდენადაც მიგვაჩნია, რომ რადგან ოქრუაშვილი თავად დაბრუნდა საქართველოში, ის აღარ დაემალება გამოძიებას, არ დატოვებს ქვეყანას. გარემოს დაცვის სამინისტრო 2013 წელს სტრუქტურულ ცვლილებებს და რეორგანიზაციას გეგმავს. სამინისტროს დაუბრუნდება ის ფუნქციები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა დროს ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. შეიძლება რამდენიმე კანონი, კერძოდ ეს შეეხება ტყის უკანონო გაჩეხვის აკრძალვას, თანხის გადახდის სანაცვლოდ მეწარმეებს გარემოს დაზიანებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. ნადირობა აიკრძალება წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე. მინისტრის განცხადებით შეიქმნება სატყეო სააგენტო და ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. მასშტაბური ინიციატივები ამ მონიტორინგის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში მეწარმეს შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება ენერგეტიკის სამინისტროსთან და გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ მას ეპატიება ის ზიანი, რაც მან მიაყენა გარემოს. ეს ცვლილება გასწორდება. ასევე ისულება, რომელიც იგივე პერიოდში იყო მიღებული და ნებართვა დაიშვა ნადირობაზე. სამინისტრომ განაახლა მოლაპარაკებები ბორჯომის სანიტარული ნაგასაყრელთან დაკავშირებით და თითქმის მიღწეულია უკვე საბოლოო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის ზაფხულიდან მოხდება ნაგასაყრელის მშენებლობის დაწყება ბორჯომში. სანიტარულ ნაგასაყრელზეა საუბარი. ასევე განახლდა მუშაობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის შეთანხმების თაობაზე წყლის რესურსების მართვის სფეროში. დღის სიახლეებს უფრო ვრცლად 3 საათზე გაგაცნობთ, მე დროებით გემშვიდობებით.